მოგესალმებით, მე გახლავართ ქეთევან ჩაფიძე, ბრიტანული უნივერსიტეტის ასისტენტ პროფესორი. ჩვენ მიმოვიხილავთ სხვადასხვა ბიზნეს кейსებს და დღეს კონკრეტულად ერთ-ერთ მათგანზე შევაჩერებთ ყურადღებას, რაც ეს საკითხი ზოგადად გლობალურ და საერთაშორისო ბიზნესში თანდათან კიდევ უფრო მეტ მნიშვნელობას იძენს, რაც გულისხმობს მდგრადობის საკითხების, გარემოს დაცვითი, სოციალური და მმართველობითი ასპექტების გათვალისწინებას, ბიზნესის მენეჯმენტის, ბიზნესის დაგეგმვის და მთლიანად საოპერაციო საქმიანობის წარმართვის პროცესში. ზოგადად გლობალურად მდგრადობის საკითხების, გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხების გათვალისწინება თანამედროვე ბიზნესში ერთ-ერთი მნიშვნელოვანია და დღეს ჩვენ ვისაუბრებთ ამ საკითხების გათვალისწინებაზე, ქართული ბიზნეს кейსის მაგალითზე და კონკრეტულად მიმოვიხილავთ TBC ბანკის кейსს. რატომ შევარჩიეთ TBC ბანკი? იმიტომ რომ გახლავთ ერთ-ერთი წარმატებული ამ მიმართულებით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში ეს საკითხები ჯერ კიდევ საკმაოდ ახალია. TBC ბანკი არის ერთ-ერთი ის კომპანია, რომელსაც წარმატებით აქვს გარემოს დაცვითი, სოციალური მმართველობის საკითხები დანერგილი და შესაბამისად შეიძლება იყოს ერთგვარი გზამკვლევი სხვა კომპანიებისთვის, რომლებიც აპირებენ და მნიშვნელოვანია, რომ აპირებდნენ აღნიშნული საკითხების გათვალისწინებას ბიზნესის დაგეგმვის და ბიზნესის წარმართვის პროცესში, რაც ბუნებრივია დაკავშირებულია ბიზნესის გრძელვადიან ღირებულებასთან. ორი სიტყვით ვთქვათ, რომ ეს საკითხები ზოგადად რატომ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ თანამედროვე ბიზნესში ინვესტორებიც მეტ ყურადღებას აქცევენ, ასევე ის კომპანიები, რომლებსაც აქვთ კარგად განვითარებული გარემოს დაცვითი, სოციალური მმართველობის საკითხების მართვა და პრაქტიკა, ეგრეთ წოდებული ESG საკითხები და მომწიფებული, კარგად განვითარებული ESG სტრატეგიები აქვთ, ითვლებიან უფრო ნაკლებ რისკიანად, უფრო საინტერესო არიან ინვესტორებისთვის, საინტერესო არიან, რა თქმა უნდა, ადამიანის წეული კაპიტალის მოზიდვის თვალსაზრისით, საინტერესო არიან მომხმარებლებისთვის, რაც ბუნებრივია ქმნის ამ კომპანიების გრძელვადიან ღირებულებას. ახლა კი კონცენტრირდეთ TBC ბანკზე. ზოგადად საქართველოში საფინანსო სექტორი არის ერთ-ერთი ის სექტორი, სადაც ESG, ესე ვთქვათ, უფრო მოწინავე პოზიციებზეა სხვა განვითარების თვალსაზრისით, სხვა სექტორებთან შედარებით და ამას ხელს უწყობს მარეგულირებელი გარემოც. კერძოდ რეგულატორი ეროვნული ბანკი ხელს უწყობს და სხვადასხვა რეგულაციებს ნერგავს იმისთვის, რომ ESG ასპექტები, მდგრადობის ასპექტები გათვალისწინებული იყოს საფინანსო სექტორში რისკების მართვის თუ ფინანსური სტაბილურობის მენეჯმენტის თვალსაზრისით. TBC ბანკი, როგორც აღნიშნეთ, ერთ-ერთი წარმატებული ამ თვალსაზრისით და თან თუ გავითვალისწინებთ იმ კონტექსტს, რომ საქართველო განვითარებადი ქვეყანაა და არ აქვს მას ისეთი გრძელვადიანი ისტორია ამ საკითხების მიმართულებით ცნობიერების განვითარების, როგორც სხვა განვითარებულ ქვეყნებს, მაგალითად ევროპის ქვეყნებში ეს ძალიან დიდი ხანია უკვე ვითარდება ეს მიმართულება. 2021 წელს შეიმუშავა TBC ბანკმა პირველი ESG სტრატეგია და ამის შემდგომ უკვე რეგულარულად ახორციელებს ამ სტრატეგიის მონიტორინგს, მის შეფასებას და კერძოდ რაზე აკეთებს აქცენტს აღნიშნული სტრატეგია. ძირითადად შედგება 4 დიდი მიმართულებისგან, 4 პილარისგან და პირველი 2 პილარი ეხება უშუალოდ პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენებს გარემოზე, მათ შორის კლიმატის სტრეს ტესტების განვითარებას, კლიმატის გავლენის შეფასებას ბანკის საოპერაციო საქმიანობაზე და პირიქით ბანკის საქმიანობის გავლენას კლიმატის, გარემოს დაცვით ასპექტებზე. ასევე
მდგრადი დაფინანსების ხელშეწყობის საკითხებს, რაც საფინანსო სექტორში და ბანკისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეიძლება იყოს ამ მიმართულებით. მდგრადი დაფინანსების პორტფელის ზრდას, განეხლებადი ენერგიის გამოყენების ხელშეწყობას, ენერგოეფექტური ტექნოლოგიების განვითარებას და ასე შემდეგ. შემდეგი პილარი უკვე ეხება უშუალოდ სოციალურ საკითხებს, აქ მოიაზრება ფინანსური ინკლუზიურობის განვითარება, ასევე მოიაზრება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერა ფინანსებზე, ხელმისაწვდომობის გაუმჯობესების კუთხით და სოციალურად მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერა, ზოგადად ეს ეხება ქალმეწარმეებს, ახალგაზრდა მეწარმეებს, სოციალურ მეწარმეებს და ასე შემდეგ. ასევე შემდეგი ბოლო პილარი და რაც არის ერთგვარი ქოლგა ყველა დანარჩენი საკითხების, ეს არის მმართველობითი საკითხები. მმართველობითი საკითხები ბუნებრივია ახდენს იმის ინტეგრირებას უკვე, როგორ არის ყველა აღნიშნული საკითხი მმართველობის დონეზე გაშლილი, რამდენად აქვს კომპანიას შესაბამისი კორპორაციული კულტურა, ეთიკის სტანდარტები, როგორ უწყობს ხელს მრავალფეროვნებას, ინკლუზიურობას, ჩართულობას, ვინ ახდენს ESG საკითხების კოორდინირებას, რამდენად ხდება ეს სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე და რამდენად არის სპეციალური კომიტეტი, რომელიც ამ საკითხების მონიტორინგით, შეფასებით, დაგეგმვით არის დაკავებული და შესაბამისად, უკვე 2021 წლიდან ფაქტობრივად შეგვიძლია ვთქვათ, რომ TBC ბანკი სრულფასოვნად ახდენს აღნიშნული საკითხების ინტეგრირებას თავის ბიზნეს საქმიანობაში. განსაკუთრებით, რაც გამოარჩევს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხი, რაზეც მინდა ყურადღება გავამახვილო, არის ის, რომ TBC ბანკს აღნიშნული ESG რისკების შეფასება ჩაშენებული აქვს თავის საოპერაციო ბიზნეს მოდელში და ეს არის უშუალო საოპერაციო საქმიანობის ნაწილი. კერძოდ, ESRM-ი წარმოადგენს ყველა მსხვილი კორპორატიული ტრანზაქციის ინტეგრირებულ ნაწილს, რაც გულისხმობს, რომ კორპორატიული დაკრედიტების პროცესში ხორციელდება გარემოსდაცვითი სოციალური რისკების შეფასება, due diligence და შესაბამისად ყველა კორპორატიული დაკრედიტების პროცესში აღნიშნული ანალიზი იკეთება, ბუნებრივია ეს არის საკმაოდ ავტომატიზირებული და ამასთან ბანკი ახდენს შემდგომ უკვე გაცემული სესხების შემდგომ მდგრადობასთან დაკავშირებული ძირითადი სესხის ძირითადი მახასიათებლების მონიტორინგს. შესაბამისად, ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომ ყველაზე დიდი ნაწილი, რაც არის კორპორატიული დაკრედიტება, სრულად მოიცავს და ინტეგრირებს ESG საკითხებს თავის საოპერაციო საქმიანობაში. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რაც ასევე აღსანიშნი არის ის, რომ TBC-ს აქვს აკადემია, ESG აკადემია, რომელიც ხელს უწყობს არამხოლოდ მისი თანამშრომლების და დასაქმებულების ცნობიერების ამაღლებას ამ მიმართულებით, არამედ მომხმარებლების ცნობიერების ამაღლებას. კერძოდ, მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებლები, რომლებიც სარგებლობენ სხვადასხვა საბანკო პროდუქტებით, იღებენ სესხებს და ასე შემდეგ, იყვნენ გაცნობიერებული თუ რა უპირატესობები აქვს იმას, რომ მაგალითად აიღონ მდგრადი სესხები, აიღონ მწვანე სესხები და ასე შემდეგ. შესაბამისად, ცნობიერების ამაღლება მომხმარებლების დონეზე არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი და ამას ხელს უწყობს ESG აკადემია. რაც შეეხება მთლიანობაში, რომ შევაფასოთ თვითონ უშუალოდ ბანკის საქმიანობის დონეზე, უნდა აღვნიშნოთ, რომ ძალიან მზარდია TBC ბანკის მდგრადი პორტფელი. როცა მდგრად პორტფელზე ვსაუბრობთ, აქ გულისხმობთ მწვანე სესხებს და გულისხმობთ სოციალურ სესხებს.
მწვანე სესხები კონკრეტული ბუნებრივია, კონკრეტული მიზნობრიობით გაეცემა, რომელიც ხელს უწყობს გარემოზე უარყოფითი ზეგავლენის შემცირებას, ისეთი მახასიათებლების მატარებელია და კლიმატზე უარყოფითი გავლენის შემცირებას და აქ მოვიაზრებთ, რა თქმა უნდა, განახლებადი ენერგიების დაფინანსებას, ენერგოეფექტური საქმიანობების, მშენებლობების თუ ტექნოლოგიების დაფინანსებას და მხარდაჭერას, ასევე მდგრადი ტრანსპორტის დაფინანსებას და ასე შემდეგ. ამ მიმართულებით სასესხო პორტფელს. სოციალური დაკრეტიდება კი თავის თავში მოიაზრებს სოციალურად მიზნობრივი ჯგუფების მხარდაჭერას ფინანსებზე ხელმისაწვდომობის მიმართულებით, ახალგაზრდების, სტარტაპების მხარდაჭერას, ქალი მეწარმეების მხარდაჭერას და ინოვაციების მხარდაჭერას. შესაბამისად, ეროვნულ ბანკსაც უნდა აღინიშნოს, რომ ამ მიმართულებით აქვს შემუშავებული ტაქსონომია, რაც მოიაზრებს იმ კრიტერიუმების განსაზღვრას, რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სესხი, რომ არის მწვანე და რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს, რომ არის სესხი სოციალური. შესაბამისად, ეროვნულ ბანკს, როგორც რეგულატორს, განსაზღვრული აქვს ყველა ეს მახასიათებლები სექტორულ დონეზე, რა კრიტერიუმებს უნდა აკმაყოფილებდნენ სესხები, რომ ჩაითვალონ მწვანე სესხებად, ჩაითვალონ სოციალურ სესხებად და მწვანე და სოციალური სესხები ერთობლიობაში ქმნის მდგრად პორტფელს. TBC ბანკის მდგრადმა პორტფელმა უკვე გადააჭარბა 2 მილიარდს 2025 წლის მონაცემებით და 2.3 მილიარდი ლარი შეადგინა. აქედან მილიარდზე მეტი 1.3 მილიარდი ლარი მოდის მწვანე სესხებზე, ხოლო მილიარდამდე 992 მილიონი მოდის სოციალურ სესხებზე. აღსანიშნავია, რომ მწვანე სესხებში ერთ-ერთ ყველაზე დიდ მიმართულებას წარმოადგენს განახლებადი ენერგიის განვითარება, კერძოდ ეს გულისხმობს ჰიდროელექტროსადგურების, მზის პანელების, ქარის სადგურების და ასე შემდეგ განვითარებას და ამ მიმართულებით დაკრედიტების ზრდას. აღსანიშნავია, რომ ძალიან სწრაფად მზარდი და დინამიკურია მდგრადი პორტფელი, რაც მიანიშნებს, რომ ინტერესი უკვე სესხებლების მხრიდან, ბიზნესის მხრიდან საკმაოდ იზრდება და შესაბამისად ისინი უკვე გაცნობიერებული არიან, რომ მნიშვნელოვანია, რომ ასეთი მიმართულებით განავითარონ თავიანთი ბიზნეს საქმიანობა და შესაბამისად ფინანსები მოიზიდონ ისეთი პროექტებისთვის, ისეთი ინვესტიციებისთვის, რომელიც გარემოსადმი მდგრადია, რომელიც ქმნის სოციალურ ღირებულებას და ბუნებრივია ეს ბიზნესის გრძელვადიან ღირებულებასთან არის პირდაპირ დაკავშირებული. შესაბამისად, TBC ბანკის წარმატება, რომელიც გულისხმობს, რომ იზრდება მდგრადი დაფინანსება, ეს არ არის მხოლოდ დიდი მნიშვნელოვანი მიღწევა საფინანსო სექტორისთვის, არამედ არის ასევე მიანიშნებს სწრაფად განვითარებად და დინამიურ ბაზარზე სოციალური გარემოსდაცვითი საკითხების მზარდ მნიშვნელობაზე ქართულ ბიზნესში, თუმცა კიდევ ერთხელ აღნიშნავ, რომ ეს განვითარებადი მიმართულება არის და ჩვენთან სამწუხაროდ არ არის ვთქვათ ისეთი მომწიფებული და განვითარებული ESG საკითხები ბიზნესში, როგორც ეს ევროპაშია, თუმცა მარეგულირებელი ჩარჩოს კუთხით და სხვა მნიშვნელოვანი მიმართულებებით საქართველოს გამომდინარე ევროკავშირთან ინტეგრაციის ვალდებულებების კონტექსტში, ასევე იმ ასოცირების ვალდებულებების კონტექსტში სხვადასხვა რეგულაციებს ნერგავს ბაზარზე და კიდევ ერთხელ გავმეორდები, რომ ერთ-ერთი მოწინავე ამ მხრივ არის საფინანსო სექტორი. ბუნებრივია, საფინანსო სექტორს აქვს გადადინებითი ეფექტი ყველა ბიზნეს საქმიანობაზე და შესაბამისად აქ მარეგულირებელი ჩარჩო მათ შორის და აუცილებლად ESG-ის ნაწილში უნდა იყოს საკმაოდ კარგად განვითარებული. ეს იყო ძირითადად, რაც მინდოდა მეთქვა კონკრეტული ბიზნეს кейსის შესახებ და ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, რომ
ბიზნესში ინტერესი ამ საკითხების მიმართ გაიზარდოს, რადგან ეს გრძელვადიან პერიოდში დაკავშირებულია რისკების შემცირებასთან და ESG არ არის ის საკითხები, რომელიც მხოლოდ მოკლევადიან გეინზია ორიენტირებული, არამედ გრძელვადიანი ბიზნესის ღირებულების შექმნაზეა ორიენტირებული და თუ გრძელვადიან პერიოდში შევაფასებთ მოგებას, მას ნამდვილად რეალური სარგებელი აქვს. შესაბამისად, შეგვიძლია ვისწავლოთ წარმატებული ბიზნესებიდან, მათ შორის საქართველოში და ამ მიმართულებით ცოდნა კიდევ უფრო განვავითაროთ, რასაც შემდგომ უკვე რეალურად ბიზნეს საქმიანობაში ავსახავთ. დიდი მადლობა ყურადღებისთვის, იმედია, ინტერესი ამ საკითხების მიმართ და ცნობიერება საქართველოში კიდევ უფრო გაიზრდება და შესაბამისად ჩვენი ბიზნესიც უფრო განვითარებული გახდება ამ მიმართულებით.